ახლა კი ახლა კი ამ თემას რა სადღესასწაულო თემას და საერთოდ იმაში გარკვევას თუ რასთანა გვაქვს ახლა საქმე რა არის მძიმე კვირა როგორ უნდა შევხვდეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ამ თემაზე გვესაუბრება დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი ძალიან მიხარია რომ დღეს მამა კახაბერი არის ჩვენთან სტუმრად და თხოვოთ მამა კახაბერს სტუდიაში მოიმართება ჩვენსკენ აი მოდის უკვე ჩვენსკენ გამარჯობა ძალიან დიდი მადლობა რომ ამ მძიმე კვირაში მოახერხეთ ჩვენთან მოსვლა, ჩვენთან გასაუბრება, ჩვენი ტელემაყურებლებისთვის იმის ახსნა, რაც თითქოს ყველამ ვიცით. მაგრამ ყველა ჯერზე ვრწმუნდებით, რომ ბევრი რამ არის, რასაც ჩვენ არასწორად ვაკეთებთ, ვერ ვაკეთებთ, არ ვაკეთებთ, ან არ ვიცით ამის მნიშვნელობა. მამაო, სანამ გადავალთ ბრწყინვალე დღესასწაულზე, აღდგომის დღესასწაულზე საუბარზე, მინდა მაინც ცოტათი განგვიმარტოთ, რა არის ეს მძიმე კვირა, ის დღეები, რასაც ჩვენ ახლა გავდივართ. დიახ, შევეცდები. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მოწვევისთვის აუცილებლად მინდა ორიოდე სიტყვით გამოვეხმაურო წინა თემას, რაზეც საუბრობდით, იმიტომ რომ ეს იყო ესეთი 106 წლიანი დიდი ტრაგედია საქართველოსთვის, რომელიც მე ესეთი სიხარულით დაგვირგვინდა, რომ აღდგა ეს ყველაფერი და დღეს ჩვენ ავტოკეფალური ეკლესია გვაქვს და ვართ ამ ეკლესიის წევრები. მადლობა ღმერთს ამისთვის. ამ ტრაგედიას მოკლედ სიხარული ტრაგედიას მოყვა მე დიდი სიხარული. რაც შეეხება ჩვენს სასაუბრო თემას დიდ მარხვას, რომელ დიდ მარხვაში ჩვენ ვიმყოფებით და დღეს ღამით გვაქვს დიდი დღესასწაული აღდგომისა. ეს გახლავთ ძალიან ხშირად ადამიანის ცნობიერებაში არასწორი წარმოდგენებია ხოლმე და მინდა რომ თქვენმა მაყურებელმა და მე თვითონაც გამეორება არ მაწყენს ამისა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მაინც ვართ ამაზე დამოკიდებული, რომ მარხვას ვაკავშირებთ ან გასტრონომიასთან, მარხვას ვაკავშირებთ ან რაღაცა სხვა ისეთ საქციელთან, რომელიც შეიძლება მხოლოდ რაღაც ხალხურობასთან ასოცირდებოდეს და არანაირი კავშირი არ ქონდეს მას ქრისტეს ეკლესიასთან. გასტრონომია უნდა ვთქვათ, რომ ის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მაგრამ მარხვა აბსოლუტურად სხვა რამეს გულისხმობს. მარხვა არის ადამიანის სულიერი მდგომარეობა და არა ვთქვათ რაღაცა ფიზიკურად კი შეიძლება რაღაცისგან თავშეკავებას იჩენს, მაგრამ მისი სულიერი მდგომარეობა უფრო სულიერი ამოძახილი უფრო არის ეს, იმიტომ რომ ცოდვით დაცემის შემდგომ, როდესაც მოხდა ეს ადამიანისეული დაცემა, ჩვენ ვიმემკვიდრევეთ ეს დაცემული სხეული. შესაბამისად, მიდრეკილება გვაქვს ცოდვისადმი და სწორედ აი თავშეკავება იმისი მოკვეთა რაღაცა ვნებებისა გახლავთ სწორედ მარხვის გამოხატულება ადამიანის ცხოვრებაში და ეს განსაკუთრებული დღეები, რომელსაც ჩვენ 40 დღიან მარხვას, ანუ წინა სააღდგომო მარხვას უწოდებთ, ეს გახლავთ წელიწადის განმავლობაში მართლაც დიდ მარხვად წოდებული, თუმცა კი დიდი არა თავისი დღეთა სიგრძის გამო, არამედ თავისი სულიერი მნიშვნელობის გამო არის და მინდა გითხრათ ასეთი რამ, რომ ეს მარხვა არის დადგენილი ჯერ კიდევ 60-ისეულ ადამიანთან, რომელიც შემდგომში უკვე გრძელდებოდა დაცემის შემდგომაც უკვე სხვა სახით და მოციქულებს ერთადერთი კანონი აქვთ მარხვასთან დაკავშირებით და ამბობენ, რომ ვინც არ დაიცავს ამ დიდ მარხვას და ოთხშაბათს და პარასკევს, სხვა მარხვაზე ისინი არ ლაპარაკობენ, იმიტომ რომ მხოლოდ ეს ერთადერთ მარხვას აღიარებდნენ მაშინ იმ პერიოდში, რადგანაც ეს ასეთი დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა მას. მე რაღაც თითქოს ყველაფერს მინდა შევეხო და ვიცი რომ დროში ვერ ჩავეტევით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ამბებს შევეცდები, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ის გითხრათ ამ მარხვის შესახებ. პირველი მინდა გითხრათ ესეთი რამ, რომ არსებობს მოსამზადებელი პერიოდი ამ დიდ მარხვისა, მერე უკვე თვითონ დიდ მარხვა, რომელიც მთავრდება, მინდა გითხრათ ბზობას. აი ეს კვირა, ჩვენ ახლა რომელ კვირაშიც ჩვენ ყოფებით, ვნების შვიდეული. ეს მარხვა არ ქვია ამ დღეებს. ეს მარხვაზე უფრო კიდევ აღმატებული დღეებია, რომელიც გვირგვინდება აღდგომით. ეს მარხვა იწყება შეხსენება, ანუ მზადება დიდ მარხვისათვის იწყება ადამიანისთვის შეხსენება გარკვეული სახარებისეული ეპიზოდებით. იქ თქვათ, მეზოერისა და ფარიშევლის შესახებ იგავი იკითხება, უძღების შვილის შესახებ იგავი იკითხება, იკითხება მეორედ მოსვლის იგავი, როგორ იქნება მეორედ მოსვლა და როგორ იქნება ჩვენი განსჯა. მერე მარხვას შეუდგებით და იქ თქვათ შეგვახსენებენ პირველი კვირა მართლმადიდებლობის ზეიმია, მეორე კვირა თქვათ რაღაცა ეს
იცით რატომ მოვყევი ეს ამბავი, რომ ეს არის თითქოს რაღაცა სულიერი საფეხურები, რომელმან შენ ზეცაში უნდა აგიყვანოს, აღდგომამდე უნდა მიგიყვანოს, ამის გაცნობიერებამდე უნდა მიგიყვანოს და მე რადგანაც ყველაფერზე თითოეულ ამ კვირაზე ვერ მოვახერხებთ შეჩერებას, გადავწყვიტე ორი ამბავი მოგიყვეთ. ერთი როგორი იგავი აქვთ მეორედ მოსვლას და მეორე შუამარხვაში რატომ აღინიშნება ჯვრის თაყვანისცემა და ბოლოს აღდგომით როგორ გვირგვინდება ეს ამბავი. იგავი არის ესეთი, რომ მაცხოვარი ბრძანებს როგორცო მწყემსიო გამოარჩევსო ცხვრებს და თიკნებსო ერთმანეთისგან, ცხვრებსო მარჯვნივ დააყენებს და თიკნებს მარცხნივო, აი ესე მოხდებაო მეორედ მოსვლაო, რომ ადამიანებს ეტყვისო, აი მშიოდა და მაჭამეთ, წყალი მწყუროდა და დამალევინეთ, ციხეში ვიყავი მნახეთ, ავადმყოფი ვიყავი მომინახულეთ, შიშველი ვიყავი შემოსეთ, უცხო ვიყავი შემიწყნარეთ. თქვენ დადექით მარჯვნივ. მერე საპირისპირო თეოვნება თქვენ ვინც არ გააკეთეთ, დადექით მარცხნივ. ესენი როცა ეკითხებიან, რომ ეს როდის გავაკეთეთ, პასუხობს, რომ ერთ მცირეთაგანს რაც გაუკეთეთ, ის მე გამიკეთეთ. ასეთი გახლავთ მეორედ მოსვლის დროს, როგორ მოხდება განკითხვა. ჩვენ ამის შესახებაც არასწორი წარმოგვედგენა გვაქვს ხშირ შემთხვევაში, როგორც მარხვასთან მიმართებაში, რომ ადამიანი ფიქრობს, რომ გადარჩენა შესაძლებელია, რომ სადღაცას ან უდაბნოში მუხლებზე უნდა იდგეს, ან ეკლესიას უნდა აშენებდეს, ან რაღაცა სასწაულებს უნდა ახდენდეს და ასე შემდგომ. ძალიან მარტივად არის საქმე. ერთი პური რო გაქვს, ნახევარი სხვას უნდა მოუტეხო. ეს არის მოთხოვნა ქრისტეს. წყურვალს რო წყალი უნდა დაალევინო და ავადმყოფი უნდა მოინახულო და თუ არა გაქვს მონახულების საშუალება, გული უნდა შეგტკიოდეს მის ავადმყოფობას. ეს გახლავთ სწორედ მეორედ მოსვლა. სხვა მეტი არაფერი. სხვა მეტი შეკითხვა იქ არ დაისმება. იმას რატო ყავდა ესეთი სიმდიდრე რატო ქონდა, ან ვიღაცას რატომ არ ქონდა, ვიღაცა რატომ იყო ავად და შენ აი შენ ამას შეგეკითხებიან, ის რომ ავად იყო შენ ფეხი თუ არ ქონდა, გახთი თუ არა მისთვის ფეხი, თვალი თუ არ ქონდა, გახთი თუ არა მისთვის თვალი, ასე დაეხმარე თუ არა. ამის შესახებ არის მხოლოდ და მხოლოდ ლაპარაკი. ეს გახლავთ მეორედ მოსვლის აუცილებელი პირობა უпростоრად იმისა, რის მიხედვითაც მარჯვნივან მარცხნივ დადგებიან ადამიანები. ამის შემდგომ რაღაცა კვირეებს ჩვენ ესე გადავახტებით, გადავაფრინდებით და ვამბობთ, რომ მესამე კვირა დიდმარხვისა არის ჯვრის შეხსენება. და იქ არის საუბარი, რომ ყველა ადამიანმა უნდა იტვირთოს თავისი ჯვარი. და იწყებენ ადამიანები ძიებას, რომ აი რა არის ჩემი ჯვარი. და ფიქრი ამის შესახებ, რომ აი ნეტა როგორ და რანაირად და სად უნდა ვიპოვო ეს ყველაფერი და ღმერთის ნება როგორ არის და სად გამომიცხადდება მე ღმერთის ნება. ეს ორი ამბავი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია, იმიტომ რომ შენი ჯვარი ამ ცხოვრებაში არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ. რისთვის ხარ შექმნილი, რომ იყო ადამიანი. ეს არის შენი ჯვარი. უნდა იყო ადამიანი. ეს ადვილი არ არის. არავინ არ იფიქროს, რომ ეს ძალიან ადვილია, რომ რაღაცა ეხა ერთი პური მაქვს და მოუტეხავ. კი, თეორიულად გადასარევად ვიცით ეს ყველაფერი, მაგრამ შესასრულებლად ეს ამბები ადვილი ძალიან ესე ხელწამოსაკრავად შესასრულებელი არ არის, მოკლედ, მარტივად რო გითხრათ. ამიტომ ერთჯერადად გაკეთებულსაც არა აქვს, ხო, აზრი? იცით რა, ერთჯერადად და მრავალჯერადზე აქ არ არის ლაპარაკი. ცხოვრების წესში ეს აი ცხოვრების წესი არის ლაპარაკი, რომ შეიძლება საერთოდ არ კონდეს ამისი საშუალება. შეიძლება ეხა დღეს მithumetes ჩვენი ტექნოლოგიებიდან გამომდინარე, შეიძლება აქედან რაღაც აფრიკის ქვეყანაში უყურებდე ვიღაცის გაჭირვებას, ავადმყოფობას თუ რაღაცა სხვა სტიქიურ უბედურებას, მაგალითად, რომელიც სამწუხაროდ ამ ბოლო დროს ესე მომრავლდა და შეიძლება ეხა მე-19 საუკუნეში ეს ამბავი არ ჩამოსულიყო აქამდე, მაგრამ დღეს პირდაპირ ეთერში უყურებდა. ამაზე არ შეწუხდე, ამაზე რაღაცა აზრი გაგიჩნდეს, რომ ვიღაცა ამის ღირსი ან მსგავსი რაღაცა თავში მოგივიდეს, აი უკვე ადამიანობასთან გაშორებს ეს ყველაფერი. ამიტომაც ჩვენი შექმნის მიზანი თუ ის არის, რომ უნდა განვიღმრთოთ, შექმნილები ვართ ადამიანებად და თუ არ გავადამიანდით, ვერ განვიღმრთობით. ამიტომ პირველი ნაბიჯი გაადამიანებაა. შესაბამისად, ეს მოთხოვნილება, რომ შენ შინაგანად გექნება, რომ განიცადო იმ ადამიანის ტკივილი, ვისაც რას ტკივა, ეს არის სწორედ შენი ადამიანი, ეს არის სწორედ შენი ჯვარი და არსად ეს ჯვარი საძიებელი არ აქვს. საკუთარი თავის გარდა, მაპატიეთ. სხვა შორის, აი ეხლა რასაც საუბრობთ, რომ აი თანაგანცდა და რაღაცა თანაგრძნობა სხვისი, ხო, დღეს ხდება რაღაც ტრაგედია და ჩვენ შეიძლება ამასთან რაღაცა მონაწილე ვიყოთ ამაში, მაგრამ როცა საუკუნეების წინ მაგალითად ქრისტეს ჯვარცმა მოხდა, ხო, და შემდეგ უკვე აღდგომა. ეს როცა მეორდება და მithumetes ასაკიდან გამომდინარე
რა ბავშვობაში კიდე სხვანაირად აღიქვავ ხო ამას. აი რთულია ეს განიცადო და რაღაცნაირად მიიღო და მართლა გაიაზრო რას ნიშნავს მაგალითად აი ეს მძიმე კვირა ხო ვამბობთ რომ აი მძიმე კვირაა და მე მახსოვს რომ ყოველთვის დანაშაულის გრძნობა მქონდა ბავშვობაში როცა თითქოს აი გრძნობდი რომ ისე ვერ აღვიქვავდი იმ ტრაგედიას რაც ცოცხლდებოდა ჩემს თვალწინ ხო ის დიდი ხუთშაბათი იქნება თუ პარასკევი და ძალიან ის მქონდა შეგრძნება რომ მეთქი აი სინამდვილეში ეხლა ქრისტეს ჯვარსაცვე სინამდვილეში ეხლა გარდამოხსნაში სინამდვილეში ეხლა რაღაცა და მე აღდგომის დღესასწაულის სიხარულიც ძალიან რთული როგორ გითხრათ თანაგანსაცდელი იყო ჩემთვის ანუ არასდროს არ მაკმაყოფილებდა ეს განცდა და ადამიანებს აი რო აუხსნათ როგორი უნდა იყოს ჩვენი მიდგომა როგორი უნდა იყოს ჩვენი აღქმა აი ამ დღეების და განსაკუთრებით აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მე უნდა გითხრათ ასეთი რამ რომ არ არსებობს ადამიანი რომელსაც არ გააჩნდეს სინდისის ხმა ყველა ადამიანს შიგნიდან თავისი სინდისი ელაპარაკება ხო მართალია ამიტომაც რაღაცას როდესაც ვერ აკეთებ რაღაცას თითქოს ვერ ასრულებ აი შინაგანი ხმა ყოველთვის გამხელს და გეუბნება რომ რაღაცა ისე ვერ არის საქმე როგორც უნდა იყოს აი ამ ძიმე კვირასთან დაკავშირებითაც ადამიანები ხშირად მოსულან და უთქვამს მე ხარ სამოდელო გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით რომ აი მამაო წყალზე და პურზე უნდა ვიყო რაღაცა მე ვეუბნები რომ იცი რა მოდი ნუ იქნები წყალზე და პურზე იცი რა გააკეთე აი ვიღაცაზე რომ ნაწყენი ხარ იმასა დაივიწყე ეს და რაც გინდა ისჭამე ვეუბნები და მე შენ ჩვეულებრივად აი როგორც მოდიხარ ზიარებაზე ესე უნდა მოხვიდე და უნდა ეზიარო იმიტომ რომ რა უფრო მოეწონება ღმერთს ახლა ზის და ღმერთი და ადგენს მირა შეჭამა ესა რა ქვია რაღაცა სიასაკეთებს ამი რა სისულელია მაგრამ ჩვენ თუ გვინდა ღმერთის მცნება გავიგოთ სახარება უნდა გადავშალოთ ხო მართალია იმიტომ რომ ჩვენი ღმერთთან ურთიერთობა მონოლოგი არ უნდა იყოს, დიალოგი უნდა იყოს. დიალოგი რაში მდგომარეობს, რომ ორივე მხარე მონაწილეობს. მე ვესაუბრები მაშინ, როდესაც მე ვლოცულობ და ის მესაუბრება მაშინ, როდესაც მე წმინდა წერილს ვკითხულობ, იმიტომ რომ მისი ნება იქ არის გაცხადებული. და იქ არსად არ მიწერია მე მსგავსი რამ, რომ ეხლა მე წყალზე და პურზე უნდა ვიყო. იქ მიწერია მე რომ არ უნდა მძულდეს. იქ მიწერია მე რომ არ შეიძლება ადამიანს შეურაცხყოფა მივაყენო. ამიტომაც თუ შენ გვერდზე მყოფის გალანძღვა შეგიძლია, ან განკითხვა შეგიძლია და მსგავსი რაღაცა მოგდის თავში და თავში ყველა შეიძლება ყველაფერი მოგვივიდეს, იმიტომ რომ ეს ბოროტისგან ნასროლი ისრებია, მაგრამ შენ რამდენად აირიდებ, ამას სწორედ ეს არის შენი ადამიანობა. სწორედ ეს არის შენი ჯვარი, რომ ამას რაღაცნაირად ჩაკეტავ, რაღაცა ყედელს აღმართავ იქ და იტყვი რომ მე არა ამ აზრს განვითარების საშუალებას არ მივცემ, იმიტომ რომ ეს აზიანებს, პირველ რიგში მემაზიანებს და აზიანებს ჩემ მოყვას, იმიტომ რომ გავბრაზდი რაღაცაზე, მაგრამ შევეცადე რომ მიმემართა ისეთი ტონით და მეთქვა ისე როგორც ეს ზრდილობის ნორმას და ადამიანობას რაღაცა თორე როგორ შეიძლება არ გაბაზდე ადამიანი ხარ ეხა უემოციოთ როგორ შეიძლება იყო მაგრამ მეც ეხა რო ვლაპარაკობ ვზნობ ძალიან ჩვენ მონუსხული გისმენთ ჩემი ესე იგი გოროლის ხო არ გამოვავლინე მეთქი რა ქვია ბოდიშ გიხდით თუ ძალიან ჩქარჩქარა ვლაპარაკობ შენდობას ეთქო მაგრამ აი მთელი განცხადება ამ სახარებისა გახლავთ ის რომ მე უნდა ვისწავლო იქიდან რას მასწავლის იესო რას მეუბნება იესო ქრისტე როგორი ადამიანი უნდა ვიყო როგორ უნდა მიყვარდეს სხვა და როგორ უნდა მიყვარდეს ღმერთი რომელიც არ მინახავს და ადამიანი რომელსაც ვხედავ ყოველწამიერად და ყოველდღიურად და ამის შემდგომ უკვე ის კვების რაციონი რაღაცა მარხვის შემადგენელაზე რომელიც სხვა რამეში მეხმარება რომ როდესაც ჩემი ფიქრი საჭმელზე აღარ არის გადართული და ამაზე თქვათ მოვიშორე ფიქრი ახლა სხვა სულიერ თემებზე მეტად უნდა ვფიქრობდე ამიტომაც ეს მომზადება ამ დიდ მარხვისთვის სწორედ ასე უნდა შეძლონ ადამიანებმა რომ აი ორ მოკიშპი ადამიანს თუ დააწყნარებენ და შეარიგებენ ამაზე დიდი მარხვა არ სჭირდება ღმერთს თუ თვითონ ყავს ვინმე მონდურავი და ბოდიშს მოუხდის და შეურიგდება ამაზე დიდი მარხვა არ სჭირდება ღმერთს ამას რომ დაივიწყებს ამას რომ აპატიებს რომ ლანძღვაგინებას მოეშვება რომ განკითხვას რომელიც სული ჩაგვისახდა პირდაპირ და რასაც საითხარისათაც რაც არ უნდა ჩართოთ და მოისმინოთ ყველგან ვიღაცას ადანაშაულებს რომ მე უფრო კარგად მოვიქცეოდი და ან გავაკეთებდი იმის ადგილას რომ ყოფილიყავი და არ ყოფილა მის ადგილას და რა იცის როგორ რაც არ მომხდარა იმაზე არ მსჯელობს ეკლესია რაც მოხდა მხოლოდ იმაზე მსჯელობს აი ჩვენ ვისაუბრეთ მარხვაზე ტრადიციებზე საინტერესოა რამდენად განსხვავდება აი ადამიანის აღქმა ამ ტრადიციების თქვათ საუკუნეების წინ როგორ იყო და როგორ იცვალა თქვათ სახე და დღეს როგორია თანამედროვე ადამიანის აღქმა
იცით რა თქმა უნდა განსხვავებული იქნება ტრადიციების წინ ახლა ჩვენ რითიც შეგვიძლია ვილაპარაკოთ არის რაღაცა გარკვეული მამათა შრომები თქვათ რასაკეთებდნენ როგორ მოქმედებდნენ იყო საერთოდ ბერულ ტრადიციაში ასეთი რამ რომ ისინი დიდმარხვის წინ ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ შენდობის დღე ამიტომ არის დაწესებული დიდმარხვის დასაწყისად რომ აქედან მოდის ეს რომ ისინი ერთმანეთს შენდობას ხვდნენ და გადიოდნენ უდაბნოში 40 დღის განმავლობაში და იქედან ცოცხლები დაბრუნდებოდნენ თუ არა რადგანაც არ იცოდნენ წინასწარ ითხოვდნენ ერთმანეთისგან შენდობას იყო ასეთი ტრადიციაც მაგრამ ეს ერში რა თქმა უნდა არ შეიძლება იყოს გავრცელებული იმიტომ რომ ეხლა ცოლშვილიან კაცს და პირიქით ქმარშვილიან ქალს ვერ მოთხოვს შენ რომ სადღაცას უდაბნოში უნდა იცხოვროს მან ეს უდაბნო საკუთარ სახლში უნდა მოაწყოს. როგორ? შეიძლება პატარა ბავშვები ყავდეს და ამ პატარა ბავშვების გაზრდა ნაკლები ღვაწლი კი არ არის უდაბნოზე ნაკლები ღვაწლი. პირიქით, კარგი დედა რომ არის, ამაზე მეც ღმერთი არ მოსთხოვს მას. არავითარ შემთხვევაში იმაზე მეც არ დაგავალებსაც არ შეგიძლია. ქალი კარგი დედა რომ უნდა იყოს და მამაკაცი კარგი ოჯახის თავი, ამაზეა ლაპარაკი. ყველამ თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს. მეპურემ გემრიელი პური უნდა გამოაცხოს და ექიმმა უნდა თან გადაყვეს იმ თავის ავატყობს და მასწავლებელმა მოსწავლეს. აი ეს არის სწორედ შენი უპირველესი მოვალეობის შესრულება და თავარი ჯვარი. როგორ თავარი ჯვარი და როგორ მოაწყო ეს უდაბნო იცით რომ ამ დროს რაღაცა ცოტა მეტი მონდომება გმართებს ალბათ ესეთი რამ უნდა გააკეთო რომ ეხა ბავშვს მოსავლელი იყოს და შენ ამ დროს ლოცვები კონდეს გადაშლილი არ ჭირდება ღმერთს ასეთი შენი ლოცვა ჯერ ოჯახი უნდა მოაწესრიგო და აი ყველა რო დაიძინებს ცოტა დრო მაშინ უნდა გამონ ალბათ სახში ის თუთიყუში რო ყავს იმასაც რო ძინავს რომ იმის מחმაურმაც არ გაგიფანტოს ყურადღება ალბათ მაშინ ჯობია რომ რაღაცა აი ეს უდაბნო მაშინ მოიწყო იმიტომ რომ ძნელია ჩვენს თანამედროვე სამყაროში რაღაცა აი დილიდან გაღვიძებული კაცი უკვე რაღაცა რიტმში ცხოვრობს და ეს რიტმი რაღაცა იმიდან გამოსული რაღაც კაფე რესტორნიდან გამოსული რაღაც ეს დნც და ამ რიტმშია მე მთელი დღე ყველა ესე დადის და ყველა ესე მოძრაობს და ყველა ესე ლაპარაკობს და აი მარხვა სწორედ ამაში გეხმარება რომ ამ რიტმიდან ამოვარდე ხო დღეს უფრო მეტია ასეთი ხო ვიდრე თქვა საუკუნეებში რა თქმა უნდა ეხლა მე-19 საუკუნეში ასე ვარ იქნებოდა კიდევ უფრო უკან ნაკლები და ეხლა ყველა მხრიდან ხო რაღაცა გესმის და მე ეს გონებაში ესე მოქმედებს და რა თქმა უნდა ეს ჩაჩერებული სხვათა შორის ასევე მნიშვნელოვანია თქვენ საუბარი დაიწყეთ თავიდან ჩვენთან რომ მოხვედით სრულწმენებზე და ხშირად აი ეს როგორ ერევათ მაგალითად ადამიანებს როგორ გვერევა უпростоრად ადამიანებს სრულწმენები და სინამდვილეში აი ეს რელიგიური ფასეულობები რაც რეალურად არის ხო და აი სრულწმენები არსებობს რაღაცა უწყინარი და ისეთი რომ გავლით და თუ არის რაღაცა ისეთი რაც შემაწუხებელია და იძირეულ რაღაცა ქრისტეს ეკლესიისთვის ძალიან მიუღებელია და ხშირად აი ჩვენს მოსახლეობაში არის ეს პრობლემა სრულწმენები არის და იქნება ყოველთვის რა თქმა უნდა იმიტომ რომ არის რაღაცა საეკლესიო დამახინჯებული წესები რომლებსაც ადამიანები მიიჩნევენ რომ ასე უნდა გაკეთებულიყო და ასე აკეთებენ მათ შორის ეს არის განსაკუთრებულად თაში რაღაცნაირად როდესაც კომუნისტური რეჟიმის დროს სამუდელოება აღარ იყო რეალურად დახოცეს და დახვრიტეს და უბედურებები დაუთენეს მათ გადაწყვეტეს რომ თვითონ შეესრულებინათ რაღაცა რიტუალები და ეხლა ის რიტუალები მიაჩნიათ რომ ის არის წმინდათა წმინდა და რომ ჩახვიდე და უთხრა რომ მე ეხლა წირვას შავატარებ შეიძლება გითხრას რომ არა ჯერ მე უნდა გავაკეთო იმიტომ რომ უპირატესად ის მიაჩნია კი შეიძლება არავის არაფერს არ უშავებდეს მაგრამ ჩვენ ხო გვაქვს რაღაცა პრიორიტეტი ხო ვიცით რა უფრო მნიშვნელოვანია ვთქვათ ლიტურგია თუ ცხრის დაკლა ხო იმიტომ რომ სისხლიანი მსხვერპლ შეწირო აღარ შეიძლება შეწირული თვითონ ქრისტეა აღდგომამდე მაინც ვერ მივახციეთ რომ ამაზე გვესაუბრა ყველაფერს მოვეცი ამიტომ უპირველესი ახლა ეს არის ევქარისტიული კავშირი ევქარისტია გახლავთ სიტყვა მადლობა რომ გადმოვთარგმნოთ ბერძნულიდან და ჩვენ სამადლობელ მსხვერპლს შევწირავთ უფალს ესეთი რამ წერია ფსალმუნში ეს არის 115 ფსალმუნი. რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე. ანუ რით გადავიხადო მადლობა ის რაც ჩემთვის გააკეთა. იქვეა პასუხი გაცემული. სასუმელი ცხოვრებისაი მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო. ევქარისტია არის ეს. სასუმელი ცხოვრებისა გახლავთ ზიარება, სახელსა უფლისასა ვხადო. ანუ მისი სახელის გადიდება, ლოცვა მის სახელზე გახლავთ მადლიერების გადახ სხვანაირად ვერ გადაიხდეს ადამიანი როგორ შეიძლება ღმერთს მადლობა გადაუხადო იმისთვის რომ არარსებობიდან არსებობაში შემოგიყვანა ამ არსებობაში რომ ვერ ივარგე შენთვის მოვიდა და ჯვარს ეცვა ჯოჯოხეთში ჩავიდა და იქედან ამოგიყვანა და მადლობა როგორ უნდა აი რა უნდა გააკეთო
რომ სამაგიერო გადაიხადო. ერთადერთი მადლიერების განცდა გახლავთ ის რომ ხარ ადამიანი, ის რომ ევქარისტიაში ღებულობ მონაწილეობას, ანუ მადლობას უხდი ასე ამგვარად უფალს და ეს მადლიერების გრძნობა ამართლებს შენს არსებობას. ადამიანის არსებობას სხვა მეტი ვერაფერი ვერ გაამართლებს. გარდა ამ მადლიერების. ამიტომაც ის სურწმენები შეიძლება არ აშავებდეს არაფერს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რომ რა არის უპირველესი და იმის შემდგომ რა პრობლემაა ახლა აღდგომა ცხარს თუ დაკლავენ და მიირთმევენ ღმერთმა შეარგოთ. ძალიან დიდი მადლობა მამა. მაპატიეთ ცო არა პირიქით, აი არც ვიცით როგორ უნდა გადაგიხადოთ მადლობა. ბედნიერი აღდგომა მინდა გისურვოთ და ეს არის დღესასწაულთა ბრწყინვალე დღესასწაული ერთადერთ ამ დღეს ქვია და მართლა ჩვენი გამოხსნის დღეა და ჩვენი ბედნიერების დღეა და არ არსებობს ხოთა შორის თქვენ რაც ბრძანეთ აი შინაგან განცდაზე როცა ამბობდით მაპატიეთ თუ დროს ორი სიტყვით დავამგვალებ და გეტყვით რომ არ არსებობს ადამიანი მათ შორის ურწმუნო რომელიც აღდგომა დღეს რაღაცა სიხარულს არ ვერ ხსნის, რატომ არ იცის, მაგრამ აი უთქვამს, რომ აი რაღაცა მიხარია და არ ვიცი რა მიხარია. ეს არის ის ჩვენში ჩადებული შინაგანი ნაპერწკალი, რომელიც გვიხმობს სამოთხისკენ, კვლავ დაკარგული სამშობლოსკენ მოგვიწოდებს და ეს მეხსიერება თითოეულ ჩვენგანშია და ამ მეხსიერებას ხშირად არასწორი მიმართულებით ხარჯავთ ენერგიებს, რომ ამ მეხსიერებას სად ვართ დასაბრუნებლები არასწორად ვიყენებთ. ასე რომ ეს არის დღე ჩვენი დაბრუნებისა, ეს არის დღე სათასასუფევლის კარის გაღებისა და ყველას მინდა მოგილოცოთ. ძალიან დიდი მადლობა მამაო. გილოცავთ ჩვენს წინასწარ დაგლოცეთ და უღრმესი მადლობა იმისთვის, როგორც ეხლა თქვენ მოგვეფერეთ სულ ყველას და როგორც მართლა ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და ახლა ჩვენს ეთერში ხანმოკლე რეკლამის დროა და ძალიან მალე დაგიბრუნდებით ლიანას რუბრიკასთან ერთად. არ გადართოთ.